გამარჯობა, მე ვარ ნინი დარჩია და ეს არის ანაკის ხელოვნების ფონდის პოდკასტი, AFA პოდკასტი და მისი მეორე ეპიზოდი. დღეს ჩემი სტუმარია თეა გოგუაძე, AFA-ს თანადამფუძნებელი და რიჩარდ ვიზუალის დამფუძნებელი. თეა, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი. დღეს ჩვენ საუბრობთ აუქციონზე და მის მნიშვნელობაზე ხელოვნებაში და ვიცი, რომ შენ ძალიან გიყვარს ზოგადად აუქციონები და სანამ ზოგადად ვისაუბრებთ მის მნიშვნელობაზე, თუ შეიძლება რომ გაგვიზიარო შენი აზრი, რატომ თვლი, რომ აუქციონი ხელოვნებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ხო, საინტერესო კითხვაა. თემაც ძალიან საინტერესოა ჩემთვის პირველ რიგში. გულწრფელად გიხდი მადლობას ჩემი მოწვევისთვის. აღმოჩნდა რაღაც თემა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოებისთვისაც ნელ-ნელა თავის მნიშვნელობას იძენს. ხო, აუქციონი, სახელოვნებო აუქციონი პრინციპში არ ახალი თემაა, ხო? ანუ სამყარომ ახალი თამაშის წესები შემოიღო მაშინ, როდესაც საერთოდ აუქციონი გაჩნდა სახელოვნებო სივრცეში, იმიტომ რომ გაჩნდა რეალური შესაძლებლობა, რომ დაფიქსირდეს ამა თუ იმ ნივთის, ამა თუ იმ ნამუშევრის, ამა თუ იმ მიმდინარეობის თუ გინდა კონკრეტული ფასი. აი, როგორც ასეთი, ფასი. რამაც შეიძლება მე მთლიან პორტფოლიოს შესძინოს სხვა ღირებულება, სხვა სავაჭრო ღირებულება. ეს ერთგვარი მარკეტინგი იყო პირველივე დღიდან, თუმცა მარკეტინგის გარდა ამან გააჩინა ღია თამაშის წესებიც. იმიტომ რომ რაც დღემდე ხდება საქართველოში, რა თქმა უნდა, დასავლურ ცივილიზაციაშიც ეს ძალიან დიდი ხანი ხდებოდა, ეს ჩვეულებრივი აღებმიცემობა, რაღაცა იაფად ვიყიდე, რაღაცა ვიშოვე, ვერ ვიშოვე, რაღაცა მოდურია, მინდა რომ მქონდეს, მაგრამ დავუშვათ ვიღაცა გადამყიდველის ხელშია, ან შეიძლება თუნდაც რაღაცა ინსტიტუცია მატყუებდეს. ძალიან კონკრეტულად მატყუებდეს. და შენ ფიქრობ, რომ აუქციონი აზღვევს ესეთ შემთხვევებს? რადგან მაინც მეორადი ბაზარი არის, ხო? აუქციონი, ჩვენ ვიცით, რომ პირველადი ბაზარი ალბათ უფრო გალერეა მოიაზრება რა და თქმა უნდა. აი ეს დაზღვევა ხდება აუქციონის შემთხვევაში. გარდა იმისა, რომ აზღვევს, გარდა ამისა სტაბილურობას ქმნის, ანუ რეალურად სტაბილურს ხდის ბაზარს, იმიტომ რომ სწორედ ამგვარი სხვაჩვენს თუ მივაქცევთ ყურადღებას, აუქციონზე არ იყიდება ყველაფერი. ან ერთი მხატვრის ყველა ნამუშევარი. აუქციონი რო იყოს დავუშვათ გალერეა, ან საგალერეო სივრცე, ან თუნდაც დილერული სივრცე, ხო? მაშინ გაიყიდებოდა ყველაფერი. აი ერთი კონკრეტული მხატვრის ყველა ნამუშევარი გაიყიდებოდა აუქციონზე. ეს ხომ ესე არ ხდება, ამას თავის მიზეზი აქვს. აუქციონზე იყიდება ერთეული ნამუშევრები, ან სულაც ერთი ნამუშევარი რაღაცა სერიიდან, ან ერთი ნამუშევარი რაღაცა კონკრეტული ისტორიით. ეს ხდება იმიტომ, რომ ამ ერთი ნამუშევრის გაყიდვით, რომელიც საერთოდ არ არის იაფი, აუქციონზე გაყიდვა ძალიან ძვირი სიამოვნებაა. მაგრამ ამ ერთი ნამუშევრის გაყიდვით ფიქსირდება მთლიანად პორტფოლიოს ფასი, თუ რაღაცა სერიაზე ვსაუბრობთ, მხატვრის სრული ფინანსური არქიტექტურა იმ მომენტისთვის, იმიტომ რომ აუქციონს აქვს ასევე შესაძლებლობა გაჩვენოს მისი განვითარების ბალანსი. სად მიდის მაღლა, სად შეიძლება დაბლა წავიდა და უკვე ყიდვის დროა, იმიტომ რომ შედარებით ფასმა დაბლა დაიწია, სად ვითარდება და სად სხვაჩვენს თვითონ აუქციონებს შორისაც არის ამგვარი განსხვავება. ანუ შენ ფიქრობ, რომ აუქციონი განსაზღვრავს პროვენანსს ნამუშევრის შემთხვევაში? აუქციონი პირველ რიგში პროვენანსის განმსაზღვრელია და მე მგონი რატომ ეცინება, იცი? აუქციონზე მეტად ვერაფერი ვერ განსაზღვრავს პროვენანსს, ისე როგორც აუქციონი განსაზღვრავს. თუმცა კიდე ერთხელ ვამბობ, ანუ კარიერული სულა გგონია, მაგალითად ხელოვანისთვის
მნიშვნელოვან აუქციონში მონაწილეობის მიღება, როგორც ხვდები, ხო? უმნიშვნელოვანესი სისვლა. თუმცა ჩვენ უნდა ისიც გვესმოდეს, რომ არსებობს რამოდენიმე პარალელური ასპექტი და აუქციონი ერთ-ერთია. უბრალოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ხო? როგორც სხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. კარიერულ სვლაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სამუზეუმო გამოფენაა ბოლო სერიაში, ხო? ამიტომ აი ვფრთხილობ აი ამ სიტყვებთან. თუმცა არანაკლები მნიშვნელობა აქვს. ხო, თუ საუბრობთ აუქციონის მნიშვნელოვნებაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვანის ცხოვრებაში არის 5 მნიშვნელოვანი ეტაპი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის აუქციონის დაპყრობა. იცი რა, აი ჩემი წარმოდგენით, რადგან აქვე უნდა ვთქვა, რომ დიდად არ ვერკვევი აუქციონებში და რაღაცნაირად პრინციპში მე მგონი შენი დახმარებით უფრო მეტი გავიგე ზოგადად აუქციონების შესახებ. ესეთი წარმოდგენა მაქვს, რომ თითქოს ვიზუალური ხელოვნების თეატრი არის აუქციონი. აქვს რა რაღაცა თეატრის ელემენტები, იმიტომ რომ მგონია, რომ აუქციონერსაც აი რაღაცა შესაფერისი სკილი უნდა კონდეს, რომ წარმართოს, ხო, ეს აუქციონი, რომ უფრო საინტერესო იყოს ადამიანებს, მოანდომოს ყიდვა და ჩართოს პროცესში, იმიტომ რომ საკმაოდ აზარტული პროცესია და საბოლოოდ ალბათ აუქციონი იმაზე დგას და წარმატებად ითვლება, რაც უფრო ძვირად გაიყიდება, ხო, ნამუშევარი, მნიშვნელოვან ნამუშევარზე არის აქ საუბარი. შენ აი ამ თეატრის ნაწილს როგორ უყურებ? აი შენთვისაც აზარტული თამაში არის აუქციონი. არის თეატრის ნაწილიც არის. ეხლა სრულად შევალ სუბიექტურ აზრში, გამოვალ ცოტა ობიექტური ხედვებიდან და ისტორიული, ასე ვთქვათ, მაჩვენებლებიდან და გეტყვი ერთ რამეს, რომ აუქციონი ამავდროულად არის ადგილი, სადაც ხდება ამა თუ იმ მხატვრის განსხვავებულ ჭრილში წარდგინება. ეს განსხვავებული ჭრილი რა არის? განსხვავებული ჭრილი არის ის, რომ ვიღაცა ხვდება იმას, რომ ამ მხატვრის ღირებულება მაღლა იწევს და ის არის მზად კიდევ უფრო მეტი გადაიხადოს. აუქციონზე ყოველთვის ვიხდით საბაზრო ღირებულებაზე ბევრად მეტს. და ეს აი იქაური სიტუაცია განსაზღვრავს ამას? აი მივალ ზუსტად მანდამდე. საქმე იმაშია, რომ მე როდესაც მივდივარ როგორც მყიდველი აუქციონზე, მე ვარ პასუხისმგებლიანი მყიდველი ერთის მხრივ, იმიტომ რომ ვიცი, რომ მონაწილეობას ვიღებ რაღაცა ისტორიულ აქტში ნებისმიერ დროს. არა მარტო დავუშვათ 1x აუქციონზე, არამედ ნებისმიერ აუქციონზე, სადაც ვაფიქსირებ ამ მხატვრის ან ზედა, ან ქვედა, ან საშუალო ზღვარს. ეს არის ყოველთვის ისტორიული აქტი. ეს ისტორიული აქტი, აი მე დავუშვათ ვარ ერთ-ერთი კოლექციონერი. მაქვს დიდი კოლექცია, ვაგროვებ კოლექციას, ჩემი პასუხისმგებლობის ფარგლებშიც ვმოქმედებ. კოლექციონერობა არ ნიშნავს უბრალო შემგროვებლობას. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ვატარებ კონკრეტულ მხატვართან მიმართებაში, ან საქართველოს შემთხვევაში საერთოდ ქართულ ბაზართან მიმართებაში. ამიტომ მე როდესაც მივდივარ აუქციონზე, მე ზუსტად ვიცი, რომ უნდა გადავიხადო მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს დაეტყოს ქვეყანას, დაუშვათ ჩვენ შემთხვევაში, ეს დაეტყოს მხატვარს, ეს დაეტყოს მის კონკრეტულ პორტფოლიოს. ამიტომ მე მზად ვარ, ეგრეთ წოდებული ინგლისური სიტყვა overprice, ანუ რაღაცა ზედმეტი გადავიხადო, იმისთვის, რომ ეს მოხდეს. ეხლა მე თუ ამისთვის მზად ვარ, ცოტა უნდა გამართო. ანუ შემოდის აქ უკვე თეატრის ელემენტები, ხო? თეატრის ელემენტები. იმიტომ რომ მე თან რაღაცით უნდა ჩემი თავიც დავიმკვიდრო. მე რაღაცით უნდა ისტორიულ ფიგურადაც გამოვჩნდე. ამისთვის აი ეს თეატრის ელემენტები მართლა არსებობს, შეიძლება თეატრისთან შოუს ელემენტები, იმიტომ რომ ეს მაგალითი რო გავიხსენოთ, ეს ნამუშევარი ეს შოუს ელემენტები მეც მართობს როგორც მყიდველს, იმიტომ რომ იმ მომენტში მე ბევრი დავალება მაქვს და ხა თან დიდი თანხა გადავიხადო, თან ვიღაცას დავახმარო და თან ხა არც გავერთო, რაღაცა ნამეტანი ბევრი საშინაო დავალებაა და მეორე მომენტი კიდე რაც არის
არის ის, რომ აი ამ შოუს ელემენტებით ხდება მარკეტინგული დაუშვათ სულაც იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი უყურებს. მეტად შენ თუ ამაზე უბრალოდ შოუს გარეშე გავრიგდებით, შეიძლება ძალიან ბევრი მაყურებელიც არ გყავდეს. ამიტომ ეს შოუ გჭირდება იმისთვის, რომ დატაბაზების ძალიან დიდმა რაოდენობამ მიიღოს შოუში მონაწილეობა და ამის გარანტორები არიან დიდი სააუქციონერო სახლები, რომლებიც როდესაც აანონსებენ აუქციონს, ჩვენ უკვე ვიცით, რომ იქ რაღაცა და ნუ პრინციპში მათთვის ისიც მნიშვნელოვანი არის, რომ ისეთი ხელოვნება გამოაქვთ ამ აუქციონზე გასაყიდად, რომ პრინციპში ეს სახელებიც უკვე შოუს ქმნიან, ხო? ნამდვილად. იმიტომ რომ ისევ სიტყვა პასუხისმგებლობა უნდა მოვიშველიო, პასუხისმგებლობა მართლა იმხელაა, რომ თუ რაღაცა დოზით თავი არ დაიზღვიეს აუქციონის სახლებმა, შეიძლება სასაცილო აქტიც კი განხორციელდეს, ხო, იმ წუთას აი ამ გაყიდვით და ამისგან აუცილებლად თავს დაიზღვევენ, რისთვისაც ძალიან ახლოს თანამშრომლობენ გალერისტებთან, ექსპერტებთან, სამეცნიერო წრეებთან და ძალიან ცდილობენ, რომ ყველაფერი იყოს ზე ინსტიტუციონალიზებული. და თუმცა მაინც ხდება რაღაცა უცნაური მოვლენები მაგ მიმართულებით, აი მაგალითად კრისტის აუქციონზე დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ფასი, რაც როდესმე ნამუშევარი გაყიდულა, ხო, 550 მილიონ დოლარად გაიყიდა ლეონარდო და ვინჩის ფერწერა, რომელიც შეიძინა აბუ-დაბის ლუვრმა და შეძენის შემდეგ ექსპერტები აღარ ადასტურებენ ამ ნამუშევრის ავთენტურობას და ეს ძალიან უცნაური შემთხვევაა ზოგადად კრისტისგანაც და მეორე მხარესთან აბუ-დაბის ლუვრი არის. როგორ ფიქრობ, აი ესეთი რაღაცებისგან აი როგორ შეიძლება დაიზღვიოს მაგალითად კოლექციონერმა თავი? იმიტომ რომ ნუ კრისტიზე მეტად რომელ აუქციონს უნდა ენდო პრინციპში, ხო, რომ აქ შენი სვლა გააკეთა. სანდოობის თემა მე მგონი ზოგადად აუქციონებს და ნებისმიერ სხვა კულტურულ ეკოსისტემაში არსებობს ძალიან ბევრი ინსტიტუცია, რომლებსაც სანდოობის პრობლემა არ აქვს და მე მგონია, რომ კრისტის არც მაგ ფაქტიდან გამომდინარე რაიმე გაგრძელდა შემდეგ კრისტის თუმცა კრიმინალური აქტი, როგორც ასეთი კრიმინალური აქტი ისტორიულად არაერთი ყოფილა, ეს არ ვიცი ამ კონკრეტულ სიტუაციაზე ვერც კი ვისაუბრებ, იმიტომ რომ ინფორმაციას ვფლობ მხოლოდ გაზეთებიდან და მედიიდან და იქ შეიძლება იყოს თუნდაც ექსპერტების მხრიდან არასწორი საექსპერტო დასკვნის გაცემის სურვილი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ თვითონ არ იყვნენ ფინანსურად მონაწილე აი ამ მარაკაში. ძალიან ხშირია, როდესაც ფინანსური არ მონაწილეობის გამო სიბრაზემ მსგავს ოჯახებსაც ვიცნობ, რომლებსაც უთქვიათ, რომ ეს ჩვენი მხატვრის ნამუშევარი არ არის, მაშინ როდესაც იყო, იმიტომ რომ თუნდაც ფინანსური გარიგება მათზე არ გადიოდა. ეს ხო ესეთი არასტანდარტული სიტუაციებია, რომელიც მგონია, რომ უბრალოდ ან სასამართლო ტერიტორიებზე უნდა გაირკვეს და გაირჩეს, ან დახურულ კარს მიღმა, იმიტომ რომ საზოგადოებას უჭირს, რომ მიყვეს ყველა ნაბიჯის სისწორეს და უბრალოდ შეიძლება შოუს ასპექტიც იყოს. იცი რა, მე მანამდე ბენქსის მაგალითიც ვახსენე და გასაგები რომ იყოს უფრო ჩვენი მაყურებლისთვის, მოვყვეთ ეს ისტორიაც, რომ ეს იყო სოტბის აუქციონზე, სადაც გამოვიდა ბენქსის ნამუშევარი და შემდეგ რაღაც ესეთი მოწყობილობით შრედერდ დაქუცმაცდა ეს ნამუშევარი და ამითი გაკეთდა ძალიან დიდი შოუ. რეალურად მე მგონია, რომ კრისტის შემთხვევაშიც და სოტბის შემთხვევაშიც კრიმინალზე მეტად შეიძლება ეს ყოფილიყო შოუს ელემენტი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ხო აუქციონს ახასიათებს თეატრალურობა და შოუ. არ ფიქრობ, რომ ორივე აუქციონის სახლს შემდეგი პოპულარობისთვის კიდევ უფრო მეტად
დაეხმარა ეს ორივე ინციდენტი, რაც მოხდა. სავარაუდოდ. ბენქსის შემთხვევაში კიდევ უფრო ის წინა უფრო და ფასმა აიწია თან მაგ მომენტში. და მე ის დაშრედერებული კიდევ უფრო მეტად გაიყიდა. ხო, ეს რა თქმა უნდა არსებობს და ეს თვითონ სააუქციონო ეკოსისტემას რა თქმა უნდა ახასიათებს, მაგრამ იმ მომენტში კიდევ უფრო ჰაიპში იყო აუქციონი. ბედნიერია, იმიტომ რომ ისტორიულ ნამუშევარს ყიდულობს, ხო? თვითონ აუქციონზეც ტენდენცია ესეთი, რომ ისტორიული ნამუშევრები, რას ნიშნავს ისტორიული ნამუშევარი? მაგალითად, ერთ კონკრეტულ ნახატსა და მეორე კონკრეტულ ნახატს შორის შეიძლება იყოს რაღაცა მათ ისტორიაში განსხვავება. ერთი დაიკარგა, ჰიტლერმა მოიპარა, მერე ძალიან დიდხანს ვერ იპოვნეს, მერე იპოვნეს, აღმოაჩინეს. ეს არის უზარმაზარი სტორი, უზარმაზარი ამბავი, რომელიც აი ამ კონკრეტულ ნამუშევარს ძენს სააუქციონო თვისებას, იმიტომ რომ შედის თუმცა ამითი ხდება მთლიანად კლიმტის ნამუშევრების ამ პორტფელის ამ მთლიანად აწევა კონკრეტულად კლიმტზე ვსაუბრობდი ამ წუთას, მაგრამ რა თქმა უნდა ხო შოუს ელემენტების გარეშე ალბათ აუქციონი ვერცი არსებობს. ალბათ ხო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მყიდველსაც სჭირდება, გამყიდველსაც და საზოგადოებასაც, რომელიც თვალს ადევნებს მსგავს. კიდე ერთი მაგალითი არის, ასევე ძალიან დიდი აუქციონის სახლი არის ფილიპსის აუქციონი და იქ დაფიქსირდა რამდენიმე წლის წინ, რომ ბასკიას ნამუშევარი გაიყიდა 222 მილიონ დოლარად, რომელიც რეალურად არ არის ბასკიას ფასი და ეს იყო რეკორდი მისი გაყიდული ნამუშევრის ფასის. მე მაინტერესებს, აი აუქციონი უნარჩუნებს მერე ფასს, იმიტომ რომ თქვათ გალერეაში, როცა თანმიმდევრულად მუშაობ ხო ხელოვანზე, ლოგიკურად იზრდება ამ ხელოვანის ფასი, ვთქვათ, გამოფენიდან გამოფენამდე, სახელოვნებო ბაზრობიდან სახელოვნებო ბაზრობამდე. ვთქვათ, აი ბასკიას ფასი გახდა 222 მილიონი თუ ეს რაღაც ერთჯერადი აქტი იყო, როცა რაღაცა რეკორდი მოიხსნა კონკრეტულად იმ აუქციონზე. წინვალე კითხვა. ალბათ ამაზე საუბარი შემიძლია დაუსრულებლად. რას ნიშნავს, როდესაც დავუშვათ აუქციონზე ფიქსირდება ყველაზე მაღალი ფასი, რომელიც არ არის დაფიქსირებული სხვადასხვა გალერეაში ან საბაზრო სივრცეებში, როგორიც არის ფეერები და ასე შემდეგ და როგორც შენ ამბობ, სტედი, ესეთი სტაბილური განვითარება ხდება, რა თქმა უნდა, გალერეებით და გალერისტებით და მათი მუშაობა ფასდაუდებელია, ეგრე კიდევ ერთხელ ვამბობ, იარსებებდა მხოლოდ აუქციონი. მაგრამ რას აკეთებს ამ შემთხვევაში აუქციონი და რითია იმ გალერისტებისთვისაც ერთადერთი და განუმეორებელი წყარო და რატო უყვართ მათ აუქციონებთან თანამშრომლობა? იმიტომ რომ იქ ფიქსირდება იმ დროისთვის მაქსიმალური მასშტაბი, რისი დაფიქსირებაც შესაძლებელი იქნებოდა ამ მხატვრისთვის. ეხლა ჩვენ შეიძლება მაგალითად ხვალ გავყიდოთ, არ ვიცი, მილიონად რომელიღაცა მხატვარი. მაგრამ ამავდროულად მისი ნამუშევრები არსებობდეს სხვადასხვა კერძო კოლექციებში, რომლებიც მზად იქნებიან, რომ სულ არ უნდათ ის 1.200.000-ად სიამოვნებით გაყიდიან, ხომ ასეა? და შენ ამას ვერ გააკონტროლებ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ოჯახი, რომელიც მაგალითად ვორჰოლის შემთხვევაში მთლიან ბაზარს მუგრაბის ოჯახი ცნობილი, ხო, აკონტროლებს და ყველგან სადაც შედარებით იაფად ნახავს, მიდის და თვითონ ყიდულობს, ამის შესაძლებლობა შეიძლება კონკრეტულ კოლექციონერს არ ქონდეს, რომ ხა ყველა ნამუშევარს ზდიოს. თუმცა მან ზუსტად იცის, რომ ხელში უკავია ის მხატვარი და იმ ნამუშევრების სერია, რომელიც აუქციონზე დაფიქსირდა აი ამ ფასად. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მხატვარი და ეს კონკრეტული სერია არის აი ამ მასშტაბის ნამუშევარი. მე უკვე ფასზე საუბარი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ის აღარასოდეს აღარ იქნება იაფი და აღარასოდეს აღარ გავა იმ რაღაცა მაჩვენებლებიდან, რომელიც დაუფიქსირა აუქციონმა. გასაგებია. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენ ლოკალურ სცენას და როგორ ესაუბრო, აი როგორ პოზიციონირებს ქართული ხელოვნება, ქართული მხატვრობა, ვთქვათ, საერთაშორისო აუქციონებზე. ან საერთაშორისო აუქციონებზე ქართული ხელოვნება არსებობს. და ეს არ არის ახლა რაღაცა
ევრიკა აუქციონი აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრმა სხვა შორის საქართველოში გალერისტმაც ძალიან ინტენსიურად იმუშავა საერთაშორისო აუქციონების სახლებთან, მათ შორის სოტბისთან და გამოცდილება საკმაოდ დიდია და დაგროვდა ამ თვალსაზრისით. ერთადერთი რაც არის, რომ თუ კი რაღაცა ფარდობითობა სამეცნიერო სიბრტყეში რო გადავიდეთ 2 წუთით და რაღაცა ფარდობითობაზე ვისაუბრებთ, სახელოვნებო ფარდობითობაზე, ხო, აი შენი მხატვრის რანგი რო აიღო, იგივე რანგის მხატვრის ნამუშევარი და უშუალოდ გერმანელი მხატვრის ან ამერიკელი მხატვრის, 2-0-ით განსხვავდება მინიმუმ, ხო? ანუ ჩვენი და უშუალოდ მაღალი რანგის მხატვარი თუ ღირს 200,000, იგივე რანგის, ზუსტად იგივე რანგის სამეცნიერო თვალსაზრისით მხატვარი 2 მილიონი და შეიძლება 70 მილიონიც ღირდეს დასავლურ ბაზარზე. ამიტომ თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ქართული ხელოვნება არის თუ არა გასული საერთაშორისო აუქციონებზე, მე გეტყვი კი, და თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, არის თუ არა ღირსეულად წარმოდგენილი, ამაზე მე მგონი ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს. ხო, სამუშაო და რაღაც ეხლა გამახსენდა, რომ მე მგონი აი სოტბის აუქციონთან დაკავშირებით ხდებოდა ერთ-ერთი ქართველი თუ არ ვცდები მერაბ აბრამიშვილი იყო მაშინ წარდგენილი და იცი როგორ იყო, ვერ აკეთებდნენ მიკუთვნებას, იყო ეს ევროპული მხატვრობა თუ აზიური მხატვრობა და რაღაცა ამოცემულობაში გავსწორდით, ვიცით, რას ვეკუთვნით მაგალითად. სხვა შორის ყოველთვის არის პოლიტიკური მოვლენები. და პოლიტიკური მოვლენები გეოპოლიტიკას განსაზღვრავს არა მარტო სახელმწიფოებრივ ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გეოპოლიტიკას, არამედ სამხატვრო და სახელოვნებაც, ხო, ეს ძალიან ბუნებრივი რამეა. ჩვენ ძალიან დიდხანს ვეკუთვნოდით რუსულ სახლს, აუქციონებს აქვს სახლები, ევროპული სახლი, აღმოსავლეთ ევროპაც გაჩნდა ესეთი ცნება და ძალიან ბევრი. ჩვენ დიდხანს ვეკუთვნოდით რუსულ სახლს. რისთვისაც ყველა გალერისტი განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაზეც იომეს, იბრძოლეს, რომ ესე აღარ ყოფილიყო, მაგრამ მოიტანა რაღაცა კონკრეტულმა სიტუაციამ შანსი იმისი, რომ ესე დანამდვილებით აღარ ყოფილიყო. ეს მოხდა პრინციპში აი მაშინ, როდესაც ტრაგიკულად ვიცით და ამის მონაწილეები ვართ, უკრაინის ომი დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამან მოიტანა დასავლური სამყაროს რისხვა რუსეთზე, სადაც აი ამ მთელი რისხვის, ასე ვთქვათ, კონკრეტული ნაბიჯების ერთ-ერთი ნაწილი იყო ის, რომ სააუქციონო სახლებში რუსული ეგიდით ნამუშევრები აღარ იყიდებოდა. ან აღარ ყავდა ესეთი დაინტერესებული მყიდველი. აი მანდ მოგვეცა საშუალება და საკმაოდ სწრაფად ვიმოქმედეთ და შევქმენით ესე ქართული სახლი ჯერ არ არსებობს, იმიტომ რომ ამას სათანადო წარდგინებ ჩვენ შეიძლება ვერც ვიარსებოთ, იმიტომ რომ გეოგრაფიულად უბრალოდ პატარა ერი ვარ და შეიძლება ჩვენი მიკუთვნებულობა იყოს თავშოთ აღმოსავლეთ ევროპული ან ევროპული, მაგრამ ჩვენ უკვე მეორედ ვიასპარეზებთ ერთხელ ბონემსზე იყო ეს როგორც ქართული ხელოვნება, მანამდე იყო ქართულ სომხური, რაც ასევე ძალიან კარგი იყო, მერე იყო მხოლოდ ქართული, რაც არ ვიცი. იცი რა მაინტერესებს? ეხლა გამახსენდა, რომ ორი ქართველი ხელოვანი, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობდნენ, ვერა ფაღავა და ფელიქს ვარლამიშვილი, ყველაზე ხშირად აუქციონებზე იყიდება ხოლმე, მეგონი დროს აუქციონს გამოაქვს ხოლმე და ამ შემთხვევაში როგორც ქართული სკოლა თუ ევროპული. ძალიან ხშირად ფრანგ მხატვრებათაც მოიხსენიებენ, თუმცა არსებობს კი. ეხლა როგორ არის, ჩვენ ვსაუბრობთ პლატფორმაზე. რა პლატფორმაზე გადის და გადის ფრანგულ პლატფორმაზე. მე ეხლა ქვევით აბრევიატურას თუ აწერია, რომ ქართველი მხატვარი იყო, ეს პლატფორმას არ ეხება. ხო, ეგრე შეიძლება რუსულ პლატფორმაზეც გასულიყო და იქ ეწერა, რომ ქართველი მხატვარი იყო, მაგრამ პლატფორმა, რაზეც გადიოდა, იყო რუსული. ამ შემთხვევაში ხშირად არის ფრანგული. ფრანგული, ხო, გასაგებია. მე რაღაცნაირად აუქციონზე რო ვსაუბრობ, არ ვიცი, რაღაც პროვოკაცია მიტრიალებს უფრო ხშირად თავში და ეგეთი კითხვა მაქვს კიდე, რომ აი თუ არის შესაძლებელი, რომ არც ისე კარგი ნამუშევარი აუქციონზე
გაიყიდოს ძალიან ძვირად და ეს ხელს ხო არ უწყობს მაგალითად არც ისე კარგი ხელოვნების პოპულარიზაციას. თუ ჩვენ საუბრობთ აუქციონზე, რომელსაც თავის თავზე ელემენტალური წარმოდგენა აქვს, აღარ საუბრობ ახლა სოტბიზე და დრუოზე და კრისტიზე და ამასობაში ფილიპსაც ძალიან აეწია პრესტიჟი. რომ მთელ მსოფლიოში არის 4000-ზე მეტი რეგისტრირებული აუქციონი ჩაქუჩით. ჩაქუჩი ნიშნავს დატაბაზებში სრულ ყოფილ მონაწილეობას. ანუ აუქციონი ის ხო არ არის, რომ აი მე და შენ ვინც უფრო მეც გადავიხდით, ხო? აუქციონი არის ის, რომ ჩვენ შორის გარიგების შესახებ იაპონიაშიც ეცოდინებათ. ანუ დატაბაზაში იქნება ეს ინფორმაცია, ხელმისაწვდომი, რაც აფიქსირებს ფასს და რაზეც უკვე ვისაუბრეთ. თუ ამ 4000 აუქციონიდან რომელიმე თავზე ხელაღებული არ არის და რაღაცა არ შეიქმნა, რა ვიცი, რაღაცა ცუდი მიზნებისთვის, თავმოყარე აუქციონი ამას არ გააკეთებს. შეიძლება შეცდომა დაუშვას, ეგ სხვა თემაა. ანუ ჩვენ შეგვიძლია ზუსტადაც რომ გემოვნებაზე ვიდაოთ და ვთქვათ რომ შეიძლება, მაგრამ ესე შეიძლება გალერისტმაც დაუშვას ხო შეცდომა. და ასე ხა აუქციონის სახს ვერ გაეკიდები ეს რატო არა გამხელა ჰაიპი გაყიდვების, ანუ გალერიის გაყიდვები არ არის ესეთი საჯარო. ამიტომ მათი პასუხისმგებლობა უფრო დიდია. და მე მგონია რომ უკვე ეს რამდენი წლის არის ყველაზე ძველი აუქციონი? ანუ 100, 200, არ ვიცი, არა ვარ მომზადებული მაგ კითხვისთვის. მგონია რომ თავიანთი სახელები დაიმკვიდრეს უკვე ზოგი გენერაციებით აუქციონია, ხო? ანუ მეოთხე თაობა აუქციონერები არიან და არა მგონია რომ ხა ერთ მხატვარს და ერთ ნარატივს შეაწირონ თავიანთი სახელი. თუმცა შეცდომა რა თქმა უნდა არსებობს. და ნუ რისკები. რისკი რაში არ არის? ხო, ყველაფერში. იცი რა მაინტერესებს, საქართველოში რატო არ არის ესეთი პოპულარული საკითხი აუქციონი, იმიტომ რომ ნუ არ იმართება ხოლმე ჩვენთან და არ არსებობს ხო ქართული აუქციონის სახლი. იცი რა, ასე თუ ისე მაინც საქართველოში თითქმის ყველა ინსტიტუცია არსებობს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გარდა. ეგეც გვექნება იმედია. მივდივართ. ნუ ფონდები გვაქვს, უკვე გალერეები გვაქვს, ხო? რაღაცა ინიციატივები გვაქვს, კონსტალე გვაქვს, CCA, რაღაც კარგი პლატფორმები, ხო? ხო, და აი აუქციონ რთული გასაკეთებელი. არა. უნდა მოვიხმაშო. შენ გინდა რო გააკეთო? არა, მე არ მინდა. საქართველოში თუ ჩვენ საუბრობთ ქართულ მყიდველზე, მას ჯერ კიდევ ევოლუციური გზა აქვს გასავლელი, იმიტომ რომ უცხოელ მყიდველზე თუ საუბრობთ საერთაშორისო მყიდველზე, ამ შემთხვევაში ესე არ არის, მაგრამ უცხოური და საერთაშორისო აუქციონი ჯერ საქართველოში არ ჩატარებულა. ამიტომ აი ეს უცხოეთიდან მაყურებელიც ცოტა ისეთი არის, არ გვიცნობს ისე კარგად, როგორც უნდა გვიცნობდეს. და ქართველი მყიდველი ჯერ ამ სიტყვას ვიხმარ ალბათ გამიზნულათაც ახსაზრდელია იმ თვალსაზრისით, რომ მან უნდა ისწავლოს ღია თამაშის წესები. ეს საერთოდ სხვა თამაშის წესებია. ნინი ნახე აუქციონი ნიშნავს ძვირად რაღაცის ყიდვას, რომელი კოლექციონერი გახსენდება, რომელსაც ეს გაუხარდება საქართველოში. ხო, არც ერთი და ძალიან მნიშვნელოვან თემას მივადექით ამ კოლექციონერებს. როგორ ფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კოლექციონერები ენთუზიასტი ადამიანები არიან თუ ინვესტორები და მაინტერესებს აი გადაწყვეტილებას აუქციონზე ყიდვის დროს თქვათ ემოციურად იღებენ თუ აქაც რამე სტრატეგია? აუცილებლად ინვესტორები ყოველთვის, იმიტომ რომ ენთუზიაზმი არის ფარდობითი ცნება, რომელიც შეიძლება კონდეს სტუდენტსაც და კოლექციონერსაც თანაბრად და ენთუზიაზმი არ უნდა გახდეს დაუშვათ შეფასების კრიტერიუმი, თუმცა ინდივიდუალურად მე რას ვიყიდი, სახლში რას წავიღებ და ამაში რას გადავიხდი, ეს რა თქმა უნდა ენთუზიაზმის ერთ-ერთი ფორმაა. მაგრამ ჩვენ თუ ვსაუბრობთ აი ამ ღია თამაშის წესებზე და საერთოდაც სიტყვა თამაშის წესები შემოგვაქვს და აი ეს რაღაცა აღებ მიცემობა, გადავა, რაღაცა
თამაშის წესებში და ჩვენ ვიტყვით, რომ თუნდაც კოლექციონერობა არის პასუხისმგებლობა, რომლითაც მე პასუხისმგებელი ვარ იმ მხატვრებთან, რომლებსაც ვაგროვებ, მაშინ ჩვენ უკვე გადავდივართ ახალ ეტაპზე, სადაც ძვირად შესყიდვა ინვესტიცია პირდაპირ მნიშვნელობით წევს ფლიან პორტფოლიოს და მე თუ სახში კიდე 3-4 ნამუშევარი მაქვს, მინიმუმის 3-4 ნამუშევარი გავაძვირე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეკონომიკურად სტრატეგიული ამბავი, იმიტომ რომ შეიძლება სახელოვნებო სივრცე განიხილებოდეს როგორც საიმიჯო თემა ქვეყნისთვის, ასევე ეკონომიკური ფაქტორები შეიძლება ქონდეს საკმაოდ საინტერესო და მე უკვე გადავდივართ, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ საინვესტიციო თემებში, რაც ნიშნავს რაღაცა ისეთში თანხის დაბანდება, რომელიც თუნდაც ცუდ დროს უძლებს. ახლა რას ნიშნავს ეს? აი, ისტორიამ აჩვენა, რომ მაგალითად ომის დროს ყველაზე მეტად იყიდებოდა ხელოვნება. რატო ხდება ეს ასე? ფსიქოლოგებს დავეკითხოთ, არ ვიცი. მაგალითად პანდემიის დროს ყველაზე ბევრი ნამუშევარი გაიყიდა. ნუ ეგ უფრო მარტივად ასახსნელი ამბავია, ადამიანები სახლში იყვნენ და სახლში რესი ყურებაც ქსიამოვნებს მერე. თუმცა მაინც არის ის ასპექტი, რომ ხო, შეხედეს კედლებს, მაგრამ მაინც არის ის ასპექტი, რომ აი რთულ პერიოდებში არ წყდება, არ ჩერდება სახელოვნებო ბიზნესი. აი უცნაური თვისება აქვს. ამიტომ ნამდვილად არის კარგი ინვესტიცია. და მოდი ისიც დავამატოთ. ხო. შეიძლება ნაკლებად, მაგრამ უსახსროდ არ დაგტოვებს. და დავამატოთ კიდე ერთი ასპექტი კოლექციონერებისთვის, რომ რაღაცნაირად მე მგონი სოციალური კაპიტალიც არის, არა, როცა კოლექციონერი ხარ. ხო, თუნდაც. ევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, რომელიც მაგალითად დასავლურმა სამყარომ ძველი ფულის სახელით გაიარა და საიმიჯოდ ვერასოდეს იმ სამსახურს ვერ გაგიწევს ნებისმიერი მანქანა, ხა მარკების ჩამოთვლას არ დავიწყებ, ან საათი, ან თუნდაც ძვირად ღირებული ჩანთა, ან სამოსი, რა სამსახურსაც გაგიწევს ხელოვნება. ამაზე აღარავინ აღარ დაობს და მგონია, რომ საქართველოშიც ეს ტრენდი ვერ გეტყვი, რომ ნელ-ნელა არ შემოდის. იგრძნეს, მიხვდნენ და მგონია, რომ ეს ვითარდება ჩვენთან ბუნებრივია, ხო? ბუნებრივია, იმიტომ რომ 30 წელიწადია გავხსენით კარები, ძალიან ბევრი ბრძოლა გვიწევს იმისთვის, რომ რაღაცნაირად ცივილური სამყაროს ნაწილი გავხდეთ და ესეც ამის ნაწილია. მე მგონი საუკეთესო გზაზე ვართ მაგ მხრივ, იმიტომ რომ სხვანაირად არ გაჩნდებოდა თუნდაც არც ესეთი სივრცეები. ვერ გაჩნდებოდა. ხო, ანუ აქამდე მოვედით, რაღაცამ მოგვეყვანა აქამდე. და კიდე ერთი კითხვა მაქვს, ჩემი შერეული გრძნობებიდან გამომდინარე. შენ როგორ ფიქრობ, გაასაგებია, რომ ფასის აწევა შეუძლია? იცი როგორ გკითხავ, აუქციონი შეუძლია, რომ მნიშვნელოვანი არტისტი შექმნას? მარტო არა. გამორიცხულია. მაგალითებიც ბევრია, გვარებს ჩამომათვლევინებ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთჯერადად გაიყიდა აუქციონზე ძალიან ძვირად, მაგრამ ამას არ მოყვა გალერისტის დაინტერესება, ან გალერისტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. მეორე არის სამეცნიეროზე მნიშვნელოვანია გალერისტი, იმიტომ რომ ჩვენ საგალერეო სივრცეში გვყავს მთელი რიგი მაღალი რანგის ხელოვნების წარმომადგენლები, რომლებიც სამუზეუმო სივრცემდე არც მისულან, ხო? ამიტომ საგალერეო სივრცე მნიშვნელოვანია და ასეთივე მნიშვნელოვანია სამეცნიერო სივრცეები. ანუ თუ აუქციონზე გაიყიდა რაღაც ძვირად,
ანიაფად, ამას არ აქვს მნიშვნელობა და მან დასტური ექო არ პოვა საგალერეო სივრცეებში პირველ რიგში და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ შენ გალერისტი ხარ, ეს მართლა ასეა. პირველ რიგში. მე არ მიყვარს როგორც რეგალია გალერისტი ხარ, ხო. ხო, იმიტომ რომ ბევრად დიდი ამბავია მან და ისევ ამას რო დაუბრუნდე, თუ აუქციონზე გაიყიდა რაღაც ვიღაც და მან არ პოვა თავისი ნავსაყუდელი რომელიმე გალერეაში ან საგალერეო სივრცეებში ან სამუზეუმო სივრცეებში ეს გაყიდვა არის ერთჯერადი გართობა, რომელიც ისტორიაში დარჩება, საინტერესოა, მაგრამ ალბათ მუსიკაშიც ესე არ არის ზუსტად ასე. ყველგან ალბათ რა. ყველგან ესეა. კიდე იცი რა მაინტერესებს, რადგან ესე ჩახედული ხარ აუქციონის შიდა სამზარეულოში, ხო და რაღაცა უფრო inside ამბები იცი. შეგიძლია თქვათ რამე რაღაცა ერთი ფაქტი მოგვიყვე აუქციონზე, რაც ესე გარედან არ ჩანს და აუცილებლად შიგნით უნდა იყო, რომ თქვათ ეს დეტალი იცოდე. აი საინტერესო რამე ესეთი. კულისებიდან გვინდა მოკლედ ამბავი. რატო? იმიტომ რომ გაამყარებს მოსაზრებას, რომ თქვათ თეატრთან აქვს მეტი საერთო მას. თეატრთან ნაკლებად. შოუსთან? თეატრთან ნაკლებად, მაგრამ იცი რას გაამყარებს? ერთის მხრივ გაამყარებს იმ აზრს, რომ აუქციონს დიდი ძალაუფლება აქვს ძალიან და მეორეს მხრივ იმას, რომ ამ ძალაუფლების ცუდად გამოყენების ცდილობები ძალიან სასაცილო ისტორიებით არსებობს, რომელსაც ჩვენ კულუარულად რა თქმა უნდა ვუყვებით ერთმანეთს, მაგრამ არ ამგონია, რომ ეხა ესე პოდკასტში ეს უნდა თუმცა არსებობს მთელი რიგი ამბები ამასთან მიმართებაში. მე მართლა მაინტერესებს, მე მომიყევი. მე მოგიყევი. პოდკასტს გარეთ. კარგი, მაშინ მოდი ვილაპარაკოთ აუქციონზე, რომელიც 27 აპრილს იმართება თბილისში. შენი ინიციატივით და ხელმძღვანელობით თუ როგორ? არა. ჩემი ინიციატივით არა. ჩემი ჩართულობით. ჩართულობით, კი, ჩემთან კოლაბორაციით იმართება. შენთან, ანუ რიჩარდ ვიზუალთან კოლაბორაცია. რიჩარდ ვიზუალ, კი ბატონო, ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით რიჩარდ ვიზუალის პლატფორმა არის გამოყენებული. ეს არის არაჩვეულებრივი ამბავი და არის სააუქციონო სახლი ჰესინკი, რომელიც არის დროოს პლატფორმის წარმომადგენელი და მე თვითონ არ მჯერა ჩემი ბედნიერების, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მაღალი რანგის საერთაშორისო წარმომადგენლობაა, რომელიც თბილისში 27 აპრილს აი ასე გაიმართება. და საქართველოში არის სააუქციონო სახლი, რომელიც ასპარეზობს 2007 წლიდან, მაგრამ აი ეს საერთაშორისო კომუნიკაცია ჰესინკის აუქციონთან მათ დაამყარეს მგონი წელს 2025-ში. და დაიწყეს ფიქრი იმაზე, როგორ და რა თემით გაემართათ პირველი აუქციონი, იმიტომ რომ ისინი აპირებენ ბევრი აუქციონის გამართვას. მე თუ პირველი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომდევნოები შეიძლება ჩემზე მნიშვნელოვნებიც იყვნენ და უფრო დიდები და უფრო წარმატებულები. მათ შეარჩიეს რამოდენიმე თემა, ჩემთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მე ვიზრუნე იმაზე, რომ შეგვერჩია სახელოვნებო თემა და წარმდგარიყავით იმ წარმომადგენლობითი სიით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ და მე გავაკეთე იმათთან ერთად, ვისთან ერთადაც მიჩვეული ვარ, რომ თანამშრომლობას და თანამშრომლობდა ეს კომფორტი, რა თქმა უნდა, შევიქმენი. და მე უკვე მე მგონი აპირებენ ღვინის თემითაც უამრავი თემაა, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად სოციალური არქეოლოგიის საკითხია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ეს აუქციონი რამოდენიმე წელიწადი გაგვართობს ძალიან სხვადასხვა თემებით, რომელიც ნელ-ნელა ამოვა საქართველოს ეროვნული წიაღიდან და ძალიან საინტერესო იქნება იმ საერთაშორისო კოლექციონერების ყურადღების მიპყრობა და მოზიდვა, რომელზეც არის ეს აუქციონები ორიენტირებული. და 27-ში ვნახავთ ამის პირველ, ასე ვთქვათ, დავტესტავთ. ხო, 27 აპრილს. გამოხელე ნაჩალნიკები ვართ. და იცი რა, ასევე მე მგონი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, რომ გვესაუბროთ დიაპაზონზე, აი რა ტიპის ქართული ხელოვნება იქნება წარმოდგენილი ამ აუქციონზე.
იცი, აი ყველაზე დიდი სახელი რა იქნება მაგალითად? ой მე ძალიან ძნელია. ნუ აი ყველაზე დიდი სახელი ფიროსმანია ქართულ ხელოვნებაში. ნუ ფიროსმანი რა თქმა უნდა არ იქნება. ყოველთვის არის იმის საშუალება, რომ ფიროსმანი გაიტანო მსგავს აუქციონზე, იმიტომ რომ ვერ იტყვი, რომ არ არსებობს კერძო კოლექცია, რომ რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს დამიჩრდილავდა. ხო, დანარჩენ ყველაფერს. მე მგონია, რომ ფიროსმანი უნდა გაიტანო მარტო. ცალკე აუქციონი ფიროსმანის. და შეიძლება იარსებოს კიდევაც რაღაცა სახელებმა, რომლებიც იასპარეზებენ მარტო. არსებობს ესეთი მიდგომაც და ესეთ სახელები არსებობს უკვე თუ შესაძლებელია შეიქმნას მათგან ესეთი სახელები? მაგალითად, ჩემთვის არსებობს გაბრიაძის სახით, იცი? რეზო გაბრიაძეს ესაუბარი. იმიტომ რომ იქ იმ ხელა სამყარო გაქვს. აი მაგალითად ეს მომდის ახლა თავში, რომელსაც შეიძლება საერთოდაც ინდივიდუალურად მიეძღვნას აუქციონი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. მაგრამ აი ამ მულტიპლურ ასე ვთქვათ სახელობით აუქციონს სჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე და ამიტომ უნდა იყოს შერჩეული ისე რომ აი ეს ასპარეზი თითოეული იმ მხატვრისთვის ვინც აი ამ სიაში არის მოხვედრილი იყოს კომფორტული იყოს წარმომადგენლობითი და არავინ და არაფერი არ იყოს თუნდაც თემატურად ისე გამიჯნო რომ არავინ და არაფერი არ იყოს დამჭრილი თუმცა აქ მაინც ვიტყვი რომ ალექსანდრე ვანძელაძე ჩემი დიდი სიყვარული და ნუ ვერაფაღავა რა თქმა უნდა შურა ვანძელაძე და ვერაფაღავა წარმოადგენლები და აი ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენ სფეროში ხო ეს ბაზრის გამჭვირვალობა სახელოვნებო ბაზრის გამჭვირვალობა აუქციონი ეხმარება აი გამჭვირვალე ბაზრის ჩამოყალიბებას მაგალითად კი ეს არის ახალი თამაში რაზეც ვსაუბრობ აი ეს აღებ მაგიდის ქვეშ აღებ მიცემობის ეგ სავარაუდოდ არასდროს არ დასრულდება მაგრამ აი ეს გამჭვირვალე ახალი თამაშის წესები რომელსაც ევროპა უკვე 100 წელიწადზე მეტია მიჩვეულია ჩვენს ბაზარსაც ძალიან დაატყობს ხელს ძალიან სხვა შორის აქ არის იმის საშუალება რომ ვისაც უნდა რომ იასპარეზოს უნდა რომ აი ამ ისტორიის ნაწილი იყოს უნდა რომ თავისი დაუშვათ პორტფელი აწიოს მისი საბაზრო ღირებულება აწიოს მაგრამ თავის სახელი და გვარით არ უნდა რომ იასპარეზოს ამის საშუალებას აუქციონი იძლევა ამიტომ არის რომ ძალიან ხშირად ანონიმურია მყიდველი ხო ესეც შესაძლებელია და 27 აპრილს როგორი აუქციონი იქნება, როგორც ყველას წარმოგვიდგენია, ჩაქუჩიც ჩამოდის და ყველაფერი იქნება როგორ ტელეფონებიც იქნება. მართლა? კი. აი, როსკროლავ ხომ და ვიდეოებს რა აწყდება, ხით, ესეთი იქნება. ძალიან საინტერესოა ველოდები. მეც. და არ მჯერა. და კიდე მაინტერესებს, აი საერთაშორისო ასპარეზზე კონკრეტულად ეს ერთი აუქციონი ალბათ მხატვრებს დაეხმარება რომ უფრო მნიშვნელოვანი პოზიციონირება შეძლონ, ხო? კი, და გალერისტებს. აჰა. კი, ყველას. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს იყო გადამწყვეტი რომ ეს კონკრეტული აუქციონი 27 აპრილს რა თქმა უნდა საინაუგურაციოა და ვერ დააკმინებ ვერც ერთი მხრიდან, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი აუქციონიდან, რომელიც გველის, იმიტომ რომ ვერ მოიცავ ერთ აუქციონზე, ხა ეს რო ყოფილიყო ერთჯერადი შეთავაზება, მე შეიძლება უარი მეთქვა. ხა მომდევნო აუქციონზე სულაც არ ვაპირებ არც კურატორობას და უზარმაზარი პლატფორმაა, რომელიც სხვებსაც შეუძლიათ რომ გამოიყენონ. მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ის, რომ ეს არ არის ერთჯერადი რაღაცა აქტი, იმიტომ რომ პირველობა შეიძლება ამ სიტუაციაში რაღაცას ნიშნავს იმ მხატვრებისთვის, ვინც იღებენ მონაწილეობას, მაგრამ მხოლოდ ისტორიულ ჭრილში და არა სახელოვნებო ეკოსისტემისთვის უმნიშვნელოვანესია რომ ეს იყოს ესე ვთქვათ ერთ-ერთი ძალიან ბევრიდან სხვანაირად აზრი არ აქვს და მაინც უნდა გკითხო ერთი შიდა სამზარეულოს კითხვა ვერ ვისვენებ მეც მაინტერესებს და მგონია რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო არის
აი რა ხდება მაშინ, როდესაც ნამუშევარი განსაზღვრულზე უფრო ძვირად, ან უფრო იაფად იყიდება. ნუ უფრო იაფად რო იყიდება, ალბათ ცოტა დრამატული სიტუაცია იქნება. ცუდია ძალიან, იმიტომ რომ ამას ძალიან დარდობს როგორც მხატვარი, ასევე გალერისტი, იმიტომ რომ რა აზრი აქვს, ხო? ნუ გარდა იმისა, რომ ცუდია, აი კარიერულადაც ცუდია? კარიერულადაც ცუდია და ფინანსურადაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ რაღაცისთვის უწვალია ამ ადამიანს, უშრომია, ამხელა გზა გაუვლია, გალერისტს კიდე თავისი უზარმაზარი შრომა აქვს ჩადებული იმისთვის, რომ თლიან აი ამ გვარზე მიბმულ პორტფელს აუწიოს ფასი და ამ დროს ის იწევა დაბლა. ეს კვერცხი რო გაგიტყდება სანამ შეწო, ეგ ამბავია. ანუ დრამატული დრამა და გადაჭარბებული ფასი კიდე საერთოდაც არ არის დრამა, არანაირი ფორმით, მაგრამ პასუხისმგებლობაა, რომ ამას უნდა დაეწიო. ანუ ეს ხდება მერე პლანკა, რომელსაც უნდა დაეწიო და თუ ვერ დაეწიე, თავისთავად ისევ გატეხილ კვერცხთან გვაქვს საქმე. და ეხლა მივხვდი მე თვითონაც, რომ გალერისტი ვარ, რაღაცა манипуляციების ჩატარება არ არის შესაძლებელი. მაგალითად, ეგ ყველაფერი ხო შეგიძლია, რომ ხელოვნურად ქნა რა, რომ ხელოვნურად აუწიო ფასი. ან ნუ დაუწიო. არ ეყოფა მე მივიღო, თქვათ, მონაწილეობა ამ აუქციონში, გალერისტი ვარ, მყავს წარდგენილი ჩემი მხატვარი, მე მივიღო რა მივაღებინო ვიღაცა. პასუხისმგებლობას იღებ. იმიტომ რომ ხელოვნურადაც რომ აუწევ, აი ნახე, ჩვენ ხო ზუსტად ეგ მაგაზე ვისაუბრეთ, რომ მხოლოდ აუქციონზე გაყიდვა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მხატვარმა თავი დაიმკვიდროს, ხო? ანუ შენ როდესაც ამას თუნდაც ხელოვნურად, ხო, აუწევ, ყავს მყიდველი, ზუსტად იცი რას აკეთებ, ხო? შენ თუ მე ამ პასუხისმგებლობას არ დაეწევ აზრს კარგავს რისთვის? ანუ ერთჯერადი იქნება, ხო? ერთჯერადი იქნება და ამას არ ექნება არანაირი, ასე ვთქვათ, მერე განვითარება. რისთვის ეს? მაგრამ აი ამ კითხვიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, აი ნამუშევრის ფასი, ვთქვათ, მის ღირებულებას განსაზღვრავს? ვთქვათ, რა ვიცი, ჩემ აუცილებლად განსაზღვრავს. ნუ ჩვენ თუ საუბრობთ კაპიტალიზმზე, აუცილებლად განსაზღვრავს. საბჭოც ქონდა ეგ მიდგომა, რომ ფასი არაფერს არ ნიშნავს და შეიძლება 2 ლარი ღირდეს და თავშოთ იყოს ძალიან ძვირფასი ნამუშევარი. ცოტა აბსურდს ემგვანება და შეიძლება კაპიტალიზმის კენაც სულ ტყუილად ვიშვარ ხელს, იმიტომ რომ რაღაცა არგუმენტად მოვიშველია, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით განსაზღვრავს ხარისხს. აი რატო იცი, მაგალითად ახლა მე თავში მომდის რაღაცა სახელები და გვარები, რომლებიც ნუ ერთი აღირს ძალიან ძვირი, ბევრად ნაკლები და მე ვთქვათ, როგორც ან გალერისტი, კურატორი, კოლექციონერი, ვთქვათ, ყოველთვის ვიყიდდი, ვიმუშავებდი ბეზე. ვთქვათ. ეგ უკვე გემოვნებითი შერჩევა ხდება, მაგრამ მე უკვე ძალიან დიდ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე, თუ კი ძალიან დიდ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე, თუ კი აი ასეთი განძი გიკავია ხელში და ფლანგავ. აჰა. ხო? აზრი? რატო უნდა გააკეთო ეს? ხო, არ ვიცი, აი რაღაცა კონკრეტული წარმოდგენა გაქვს, რა ვთქვათ. ფასთან მიმართებაში რა ხდება მაგ დროს ფასთან მიმართებაში. მაგალითად რაღაცა ღირს 10 ლარი და შენ ამას ყიდი 10 ლარად და შეიძლება ასეც დატოვო, იმიტომ რომ მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ 10 ლარი არაფერი არ ღირს. მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ 10 ლარი არაფერი არ და მე თუ შენი შეგიძლია რომ 100 ლარად გაყიდო, იმიტომ რომ მას უფრო მეტი მაყურებელი გაუჩნდა. თვითონ არტეფაქტიც რაღაცნაირად რარიტეტი გახდა, ხო? ანუ გაქვს რაღაცა 100 ნამუშევარი და მოთხოვნა არის 2000, ანუ ნუმეროს კლაუზუსი მოდის, ხო? ამ შემთხვევაში, ანუ გაქვს ცოტა ნამუშევარი და მთხოვნელი ბევრია. მე უკვე ფასი განსაზღვრავს ამ შეჯიბრებათობას. მე ხო არ დაიწყებ, რომ იცი რა, შენ შინაურულად მოგცემ და აი შენ არ მოგცემ. ანუ რაღაცნაირად მე უკვე ფასსაც მაღლა წევ იმისთვის, რომ
სწორედ იმან შეიძინოს, ვისაც ამისი შენახვის უნარი აქვს, იმიტომ რომ ფასი კიდე ძალიან ბევრ ამას განსაზღვრავს. ფასი კიდე არის იმის გარანტია, რომ ნამუშევარი მოვლილი იქნება და შენახული. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვიცით, თუნდაც მუზეუმების შემთხვევაში, როდესაც ნამუშევარს იჩუქებენ, საჩუქრის ფორმით შედის, შეიძლება ისეთ ცუდ ტერიტორიებზე აღმოჩნდეს და მოუვლელი, რომ წარმოუდგენელია და რაც უფრო მაღალი ფასია გადახდილი, ხო? გარანტია იმისი, რომ დაზღვევასაც გაუკეთებენ, კლიმატ კონტროლსაც დაუყენებენ, შუქსაც ადეკვატურს მიანათებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არის დიდი. მოდი ბოლოსკენ ეხლა ესეთი აზრი გამიჩნდა, რომ პრინციპში აუქციონი არის ძალიან ემოციური სივრცე. და ეხლა რომ საუბრობდით, რომ ქართველ კოლექციონერებთან მიმართებაში, რატო შეიძლება მოუნდეთ უფრო ძვირის გადახდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცნობთ, თქვათ, ქართველ კოლექციონერებს, ხო, თან ხვდებით ამაზე. ალბათ მაგიტო, რომ ეს ემოციური სივრცე რადგან არის რაღაცა თამაში ერთვები და თამაშის ნაწილი ხდება თვითონ ყიდვაც რა, იქ ეს ხო არ არის სტანდარტული შესყიდვა, რომ გალერეაში მიხვედი, გამოფენა ნახე და იქ უბრალოდ რაღაც სტატიკურ მდგომარეობაში არჩია ნამუშევარი, რომელიც გინდა. ეს რაღაცა მთელი პროცესი არის და მომენტი არის და ეგ მომენტია მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი, როცა შენ იტყვი, რომ რაღაც ბოლო ბიტს გააკეთებ და ჩაქუჩს დაარტყამენ და ეს ნამუშევარი შენია, ხო რა, მე მგონი ეს ემოცია ძალიან მოქმედებს. Lose yourself მახსენდება. You own the moment და ხო ზუსტად არ გაგექცეს ეს მომენტი ხელიდან, ხო? აი პირდაპირ მესმის ახლა. ზუსტად ესეა. და ხდები მართლა რაღაცა ძალიან ისტორიულის ნაწილი. მე you own it, შენი ხდება. ხო და ეს მე მგონი კარგად უნდა გაიაზრონ კოლექციონერებმა აი 27 აპრილისთვის ვინც ემზადება რომ მონაწილეობა მიიღოს. მე მგონია რომ აუცილებლად გაიაზრებენ და მაგის მიღმა მე მგონია რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ჩემს სამშობლოში ამ პროცესს გავდივართ. და ეს 27 აპრილს ვინც გაიაზრებს ის რამდენად წინ არის, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ყველა გაიაზრებს. აჰა. რომ მაგალითზე მე ხო და ესეთ პოზიტიურ ნოტაზე ხარ დავასრულოთ. საუბარი რომ აი აუქციონზე გაყიდვები შედგა პოზიტიურად. ქართველი კოლექციონერები მიხვდნენ რომ ისინი ფლობენ მომენტს და ყველაფერი არის კარგად. და დაველოდოთ 27 აპრილს ჩვენ პირველ საერთაშორისო აუქციონს, რომელიც ჩატარდება თბილისში. მე ვღელავ. მართლა? ძალიან. გადაგივლისავთ. მე შენს ჩაერთვები მაგ ემოციურ ფონში, რასაც ახლა ვისაუბრეთ, მე მგონი. მე მაგრამ შენ შეიძლება როგორც კოლექციონერმაც მიიღო მონაწილეობა, ხო? ხო. ეს არ ვიცი გავუშვებთ თუ არა. რა თქმა უნდა. ვერ მოვისვენებ. მეც მაინტერესებს სხვათა შორის. თეა ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩემი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა.